მოგესალმებით. დღეს ვისაუბროთ სერგო ზაქარიაძეზე, მის უდიდეს ნიჭზე. თუ როგორ დაიწყო მან, როგორი დიდი მონდომება ჰქონდა შრომის მოყვარეობა, ენთუზიაზმი და რა თქმა უნდა, შინაგანად იმედენად იყო მოწყურებული, რომ არა მისი ასეთი თავდადება და მონდომება ასეთ ლეგენდას კინოხელოვნებაში და თეატრში ის ვერ შექმნიდა. ბავშვობიდანვე ის ძალიან შრომის მოყვარე ყოფილა, ამავე დროს ძალიან ანცი, მოუსვენარი, როგორც ყველა ბავშვი. ზესტაფონის რაიონში არის იგი დაბადებული და გაზრდილი. ამას კიდევ შევეხები შემდეგ დაწვრილებით და უსაყვარლესი ველოსიპედი ჰქონია, რომელიც გაუყიდია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩამოსულიყო ზესტაფონიდან თბილისში, აეღო ბილეთები და ჯერ სპექტაკლებს დასწრებოდა, რომ აი ამ სპექტაკლების დასწრებით მას უნდოდა გაეკეთებინა თავისთვის უდიდეს საქმე. რა იყო ახლა ეს? აი თვითოეულ გმირს უკვირდებოდა პერსონაჟს, თუ როგორ განასახიარებდნენ როლებს სცენაზე, თუ როგორი იყო მათი გამომსახველობა, მათი ტიპაჟი, მათი მიმიკა, აბსოლუტურად ყველაფერს ის ხორცებდა და შემდგომ უკვე გადაწყვიტა, რომ მისულიყო რუსთაველის თეატრში. ძალიან დიდი გამბედაობა იყო მისი მხრიდან, რადგან როდესაც გააჩერეს რუსთაველის თეატრში, კარისკაცმა რა თქმა უნდა უცხო დაინახა და გააჩერა, მან გადაკეცილი ფურცელი მიაწოდა კი არა, გადაკეცილი ფურცელი ეჭირა ხელში და უთხრა, რომ იგი დაბარებული იყო მარჯანიშვილთან და აუცილებლად პირადად უნდა გადაეცა მისთვის წერილი, რომელიც გამოატანეს. რა თქმა უნდა, მას ეჭვი არ შეეპარვია და შეუშვა და როდესაც შეუცვა კაბინეტში მარჯანიშვილთან, კოტე მარჯანიშვილმა ეს გადაკეცილი წერილი გახსნა და შიგნით ცარიელი იყო, აბსოლუტურად არაფერი არ ეწერა და მაშინვე უთხრა, თავის მოადგილეს, ეს ბიჭი აი აქ პირველ რიგში დასვითო. და 16 წლისა იყო და იმედენად დიდი იყო მისი მონდომება თეატრში მოხვედრისა, მან ერთი წელი მოიმატა, თქვა, რომ ის იყო 17 წლის და შემდგომ, როდესაც გამოცდები უკვე ჩატარდა და მეორე დღეს მან ვერ დაინახა თავისი სიები, როდესაც გამოქვეყნდა თავისი სახელი და გვარი ვერ დაინახა, აი ამ ჩამონათვალში არ იყო, იმდენად ინერვიულა, იმდენად განიცადა, ცრემლები მოსდიოდა ღაპაღუპით, გარეთ თავსხმაწვიმა იყო, თავსხმაწვიმაში იდგა, სულ გაილუმპა, მაგრამ ვერ გრძნობდა ამას ყველაფერს და შემდგომ აკაკი ფაღავა დაინახა და აკაკი ფაღავასთან მივიდა აი ესე გულმდუღარე ცრემლებით და ძალიან სთხოვა, რომ ის ჯგუფში ჩაერიცხა და აი სწორედ მისმა ემოციამ და მისმა აი ამ გულმოდგინებამ და აი ამ დუღარე ცრემლებმა, რომელიც გულიდან იყო წამოსული, ამ ემოციამ ხელი შეუწყო, გადაარჩინა აკაკი ფაღავა, იგი აიყვანა თავის სტუდიაში. ბინის ფულიც არ ჰქონდა, იმდენად გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო და ვერ ხარ გადაიხადა ქირა, რა თქმა უნდა, სახლის პატრონმა გამოაძევა და ჩუმად ცხოვრობდა რეჟისორების ოთახში და მერე აი ამდენი მეხანძრეებმა იპოვეს. მერე უკვე აი ამ პირობებში სულ მასე ჩუმად უწევდა, საკვები არ ქონდა
სიცხე მისცა, ძალიან დიდი სიცხე ჰქონდა მას და რაღაცა ისე ვერ შეასრულა, როგორც საჭირო იყო და ახმეტელისგან დაიმსახურა საყვედური, მაგრამ როდესაც შემდგომ სანდრო ახმეტელმა გაიგო სინამდვილე, გაიგო ის ამბავი თუ რაშიც იყო საქმე, თვითონვე მისცა მას უფლება, რომ დარჩენილი იყო რუსთაველის თეატრში და კარგი ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა რუსთაველის თეატრში. დარბაზის ზედა ლოჟაში იყო, რომ იტყვიან დაბინავებული. ძალიან ბევრი მოგონება გვაქვს სხვადასხვა ადამიანებისა, მოღვაწეებისა, კულტურული მოღვაწეებისა, რეჟისორებისა, თეატრმცოდნებისა და აქედან გამორჩეული არის, რა თქმა უნდა, თემურ ჩხეიძის მოგონებაც, რომ მისთვის არ არსებობდა მცირე და დიდი როლი. როგორც იხსენებს ბატონ თემურ ჩხეიძე, ის იყო ადამიანი, რომელიც მთლიანად იმ პერსონაჟის სიცოცხლეს ირგებდა, გადადიოდა იმ ეპოქაში, გადადიოდა იმ გმირში თავიდან ბოლომდე და ის იყო სულ პატარა მცირე როლი თუ ის იყო უზარმაზარი მნიშვნელობის როლი, იმდენად ასრულებდაც არ ქვია ამას, იმდენად განიცდიდა, იმდენად მისიხდებოდა ეს ყველაფერი, რომ აი ეს მართლაც გენიალობა და დიდებულება, ლეგენდა იქმნებოდა იქვე სცენაზე. და ძალიან საინტერესოა კიდევ ის, რომ ძალიან არ უყვარდა თურმე მას იმპროვიზაციები. და ჭინჭრაქაში დევის როლს თამაშობდა, არაჩვეულებრივი სპექტაკლია, ჩანაწერი დღესაც არის შემონახული და შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ. კომედიური ჟანრის იყო და რამაზ ჩხიკვაძეც მასთან ერთად თამაშობდა და აი რამაზ ჩხიკვაძეს ახასიათებდა სხვადასხვა იმპროვიზაციები და სულ ახალ გამოწვევებს უმზადებდა ხოლმე ბატონ სერგოს, ანუ სერგო ზაქარიაძეს აი ამ როლის თამაშის დროს. და გამოდიოდა თურმე ბურდღუნით, რომ შემიკლა ხელში, მოკლედ არ მასვენებს, ხან რას მოიგონებს, ხან რას, მაგრამ ეკღა მაკლია, რომ მე მაგას, ასე ვთქვათ, ჩამოვუვარდე რამით და ჩემი არ და თავისი გავატანინო, ჩემი არ გავიტანო და არ გავაკეთო და მართლაც მეტი გზა არ ქონდა, აღყვებოდა ხოლმე და ისეთ სახეებს ქმნიდნენ, რომ ყოველ ახალ სპექტაკლზე ახალი პერფორმანსი, გარდასახვა, იმპროვიზირებული დადგმა იყო ეს და მაყურებელი აღფრთოვანებული რჩებოდა და ოვაციებით ინგრეოდა, რომ იტყვიან და ტაშით დარბაზი. ზინა კვერენჩხილაძესთან ერთად იგი ანტიგონეში თამაშობდა და იმდენად არაჩვეულებრივი დუეტი ჰქონდათ მათ და განუმეორებელი, რომ ეს გოგო ერთხელაც იქნება ხელში შემიკლავს და რამეს დამართებსო, იმდენად დიდი ემოცია ჰქონდა და ისე ძალიან განიცდიდა ამ როლსაც და თითოეულ როლსაც, რომელსაც თამაშობდა. მერე კოკოჩაშვილი იხსენებს გია დანელიას ფილმს არ დაიდარდოს, სადაც იგი თავადი იშხნელის როლს ასრულებდა, რომ ერთხელ მისულა და მიუმართავს სერგოსთვის, რომ ბატონო სერგო, ეს ჩემი გმირიო, არისო თავადი, არის არისტოკრატი, თავმომწონე, გემოვნებიანი, კარგი მაცხოვრებელი ჰყავს, მანქანა, ძალიან უყვარს თქვენი ქალიშვილი და თქვენ კი მაინც უპირატესობას
თქვენს ვითომ ექიმს ანიჭებთო და მას უთქვამს ის ხომ ჩემი თანამეინახეაო ეს იმ ხელა დიდი ასე ვთქვათ დობა იყო და სიყვარული ადამიანისა რომ თანამეინახე თანამესუბრე რომელიც იყო მისი გულის ტკივილის დარდის სიხარულის გამზიარებელი რომელიც სუფრასთან მის ასე ვთქვათ ცხოვრებას ცხოვრებისეულ დეტალებს ეპიზოდებს საკუთარ თავზეც განიცდიდა და უთანაგრძნობდა და ამიტომ ძალიან უყვარდა ეს გმირი როგორც მერაბ კოკოჩაშვილი ამბობს ეს ვითომ ექიმი ვახტანგ კიკაბიძე ან ბუბა კიკაბიძე რომელიც ამ როლს ასრულებდა არაჩვეულებრივი ტანდემი ამ მსახიობებისა ბრწყინვალე თამაშობდნენ და სხვათა შორის იანინიძე ძალიან ხშირად იხსენებდა ხოლმე როდესაც პატარა იყო იგი სოფი კოჭაურელის და გუგი ქავთარაძის ქალიშვილის როლს თამაშობს და როდესაც ამ ბავშვის ნიჭიერება დაუნახავს ჯერ ერთი ძალიან გახარებია და მე აღუნიშნავს ეს რომ მე მსგავსი ნიჭიერება კარგახანია ბავშვი თან ამგვარი სახით არ დამინახავს და ფაქტობრივად დალოცა მან და ეს დალოცვა იყო შემოქმედებითი დალოცვა თავზე ხელი გადაუსვამს მიფერებია და ძალიან ხშირად იხსენებს თავის მოგონებებში თუ თავის ინტერვიუებში ამას იანინიძე თვითონ გოგი ქავთარაძე იხსენებს რომ ყოფილა იუბილე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში და ნიკო ლორთქიფანიძის საღამო მიმდინარეობდა და ოპერის თეატრში სერგო ზაქარიაძეს უნდა წაეკითხა მისი ტრაგედია უგმიროდ და ისე ყოფილა გაკეთებული სპეციალურად მოუთხოვია თვითონ რომ კულისებიდან კი არ შემოდიოდა და იწყებდა თხრობას არამედ დარბაზიდან ამოდიოდა ანუ მაყურებლებიდან ესე იგი შემოდიოდა და ისე ამოდიოდა შემდეგ ბოლოს სცენაზე და როდესაც წამოსულა ის აი ამ ტექსტით და აი ამ მიმიკით აი მთელი თავისი ემოციებით როდესაც ამ როლს ამ მოთხრობას კითხულობდა იმდენად დიდი ყოფილა ემოცია ჯერ გაირინდა დარბაზი მთლიანად და მერე თითქოს ბომბი გასკდა ისეთი ხმა იყო დაიგრგვინა უზარმაზარმა ტალღამ ხალხისამ ესე იგი და ტაში და გრიალით გააცილეს იგი დარბაზიდან თუმცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ მას ერთხელ სტადიონზე გამოუცხადებიათ რომ ჯარისკაცის მამა იმყოფებოდა თვითონ სტადიონზე და მთელი სტადიონი თაყვანისცემით წამოუდგა მას ფეხზე და უზომოდ უყვარდა თურმე მას ფეხბურთი ძალიან უყვარდა და ძალიან აფასებდა აი ამ ეროვნულ ამ ყოველთვის ამბობდა რომ აი ეს ეროვნული გმირები არიან ესენი რომლებმაც გააცოცხლესო როგორც ლამაზად ატარებენ ამ ბურთსო და ეს იყო მისთვის სიამაყე პოლონეთში გასტროლების დროს ოსვენციმ გამოვლილმა ქალბატონმა უთხრა მას ასეთი სიტყვები მახსოვს როდესაც ჯარისკაცის მამა ვნახე იქ მხოლოდ თქვენმა ფილმმა გადამარჩინაო მერაბ ბერძენიშვილმა შექმნა იმ მართლაც გენია
ცოცხალი გენია, რომელიც ქანდაკებაში გამოძერწა, გამოკვეთა ჯარისკაცის მამა თვითონ, რომელიც კახეთშია და არაჩვეულებრივი ძეგლი, არაჩვეულებრივი ქანდაკება, რომელიც ყველას მართლაც ჯარისკაცის მამა იყო. ჯემალ ღაღანიძე იხსენებდა, რომ მიდიოდნენ ისინი გასტროლებზე და მიდიოდნენ გერმანიაში და უნდა გაევლოთ, ესე იგი, ბერლინში სანამ ჩავიდოდნენ ბრესტის საზღვარი და თითოეული ვაგონი მიკუთვნებული ჰქონდათ მესაზღვრეებს, რომელი ვაგონიც ეკუთვნოდათ, იმ ვაგონში ადიოდნენ და ყველას ამოწმებდნენ. მეხუთე ვაგონში მჯდარა სერგო ზაქარიაძე და როგორც კი გაუგიათ მესაზღვრეებს, რომ ჯარისკაცის მამა იჯდა მეხუთე ვაგონში, ყველას მიუტოვებია თავისი პოსტი, ყველა მესაზღვრეს, ყველა ერთად ასულა მეხუთე ვაგონში და იყო ემოციები სხვა, ავტოგრაფები, ფოტოების გადაღება და ასე შემდეგ. და ყველას ძალიან თბილად და კარგად დაგვამახსოვრდაო, იხსენებდა უпроსორად ბატონი ჯემალ ღაღანიძე. კინომცოდნე ქალბატონი ოლიგო ჟღენტი ამბობს, რომ ჯარისკაცის მამა, რომელსაც აი ამ ხელა საერთაშორისო აღიარება შეხვდა თითქმის ყველგან და კინოფესტივალზე დაჯილდოვდა კიდეც ეს ფილმი და ეროვნულ ფილმად აღიარეს იგი, ასეთი მარტივი გზა არ გაუვლია. ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ მათ, ძალიან დიდი. ამხელა კორიფემ და ამხელა ადამიანმა იმდენი გააკეთა თავისი შემოქმედებით, რომ როგორც ხდება საქართველოში სამწუხაროდ, ბევრი მტერიც გაიჩინა და არაფრით არ უნდათ, რომ მონაწილეობა მიეღო სერგო ზაქარიაძეს ჯარისკაცის მამაში, ის იმ ტიპაშს ვერ შექმნის, როგორც საჭიროა. საჭიროა ამტკიცებდნენ კინოაკადემიაშიც და სხვადასხვა მსახიობებიც და აი ძალიან ბევრი იბრძოლა რეჟისორმა და თვითონ ჯგუფმა, შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომ ეს ფილმი აუცილებლად გატანილი იყო, აუცილებლად გადაღებული იყო და რაც მთავარი როლი ეთამაშა მასში სერგო ზაქარიაძეს. თვითონ ეს ოლიგო ჟღენტი ამბობს, რომ ეს ნამდვილი ისტორია ყოფილა, ნამდვილი ისტორიაზე გადაღებული პროტოტიპი ყოფილა მისი ბაბუა და ბებია, რომელთაც მართლაც გადაუწყვეტია თავის შვილთან ჩასვლა და მოძებნა და აი ამ ისტორიაზეა ეს ფილმი გადაღებული და გაცოცხლებული. როდესაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა დაჯილდოებაზე, როგორც უკვე ვთქვით, სოფი ლორენის გახდათ, ეს კადრებიც არის შემონახული, სოფი ლორენი სერგო ზაქარიაძესთან ერთად, ის ფილომენას როლის შესრულებისთვის, ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დააჯილდოვეს და შემდგომ უკვე დააჯილდოვეს მთავარი პრიზი გადასცეს სერგო ზაქარიაძეს. ის ბაქოში იყო დაბადებული, ხოლო შემდგომ ზესტაფონში გაიზარდა, წერა-კითხვა შეისწავლა ძალიან კარგად, გადმოვიდა მერე და სწავლობდა ზესტაფონის შემდეგ თბილისის მეორე სკოლაში, პარალელურად ფილოლოგიის ფაკულტეტიც დაამთავრა, მან სწავლობდა, მუშაობდა ძალიან თავდაუზოგავად რუსთაველის თეატრში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში.
ასეთი დაწესებულება იყო, აი ხა კინოაკადემიას ხო ვამბობთ ხოლმე და ქართულ კინოს სახკინმრეწვე აქაც მუშაობდა. თეატრშიც იყო კოტე მარჯანიშვილთან იყო 1956 წლამდე, შემდგომ გადავიდა რუსთაველის თეატრში და სასცენო ხელოვნებას ასწავლიდა. სიცოცხლის ბოლომდე იყო სამხატვრო ხელმძღვანელი და თან დირექტორი 1969 წლიდან. მან გააცოცხლა რომ იტყვიან ქართული თეატრი და ფრთების შეასხა მის დროს, მისი მონაწილეობით და მისი თაოსნობით დადიოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლებზე, რუმინეთში, გერმანიაში. ჯილდო მიიღო მან შოთა რუსთაველის პრემია ჰქონდა მიღებული, ლენინური პრემია, სტალინური პრემია, იყო სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. საბჭოთა კავშირში, როდესაც იმართებოდა ხოლმე შეხვედრები, იქ აუცილებლად იწევდნენ მას დიდი სიყვარულით, პატივისცემით და ჟურნალ აგანიოკის კორესპონდენტი გახდათ ვადიმ სერგეევი და მნიშვნელოვანია მისი მოგონებებიც, რომ ზაქარიაძეს არ ჰყარები არაფრით ინტერვიუები და ჩუმად ჩაუსაფრთა სახლთან აედევნა და როდესაც მან სტადიონზე ბილეთები შეიძინა, გვერდ მოხვდნენ ისინი, აღფრთოვანებული ვადიმი, ესე იგი გამოხატავდა ემოციებს ამ ქართველების გამარჯვებით. ამან განცვიფრება გამოიწვია სერგო ზაქარიაძეს და შემდგომ ძალიან დიდი აღფრთოვანება. ასეთი ადამიანი, რომელიც ქართველების გამარჯვებით არის გახარებული, როგორ არ უნდა მივიწვიო ჩემს სახლშიო, მიუწევია თავის სახლში, უსაუბრიათ უამრავ საინტერესო თემაზე. და შემდგომ გაუმხელია მას რომ ჟურნალ აგანიოკის კორესპონდენტი იყო, ჯერ წარბები შეკრა, ხოლო შემდგომ დიდი ხმით გადაიხარხარაო და ხშირად აღნიშნავდა იგი, რომ ყველაზე საუკეთესო მასალა იყო ჩემს პრაქტიკაში და ჟურნალისტური პრემიაც აიღო ამ რეცენზიამ. საბჭოთა კავშირის, ანუ ეს დიდი ეშელონებიდან რომანოვი ბრძანდებოდა, რომელიც აი ამ ფილმს ძალიან ებრძოდა, ჯარისკაცის მამას, მაგრამ როდესაც უკვე ჩვენება შედგა და დანარჩენი 15 ოფიცერი შებრძანდა, ასე ვთქვათ, რომანოვისგან, იყვნენ ისინი გაგულიანებულები და რაღაც კრიტიკული თვალით დაიწყეს, შემდგომ უკვე ხარხარი დაიწყეს დარბაზში და შემდგომ უკვე ცრემლები მოსდიოდათ ემოციებისგან და აღფრთოვანებულები დარჩნენ და უთხრეს, რომ არაფერი არ ჰქონდათ სანერვიულო, რადგან ეს ბრწყინვალე ფილმი იყო და ეს რეცხვის ეპიზოდი მერე იქნა ჩამატებული, შეკვეთით დაუმზადებიათ ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, სარეცხის ტაშტი, სადაც ქალებმა უნდა, ასე ვთქვათ, გაირეცხათ უბრალოდ სარეცხი, როდესაც სათლებით, ანუ ვედროებით სათლებით უბრალოდ წყალს ეზიდებოდა ჯარისკაცის მამა და არაჩვეულებრივი ეპიზოდია ეს, რომელიც ღიმილს გვრის და იმდენჯერ დაასმინეს თურმე, რომ ვერ გადაიღეს ეს ეპიზოდი, ეს ჩამატებული ეპიზოდი და იძულებული გახდნენ შემდგომ, რომ ქალაქ რიგაში გადაეღოთ ეს ეპიზოდი და ისე ჩაემატებინათ და რა არ მოსწონდა ახლა რომანოს, რომ არაფრით არ შეიძლება რუს ჯარისკაცო გაარტყასო სილაი, როდესაც ვას გადაუვლის ტანკით და რომ გაარტყამს სილას და ამ ოფიცრებმა უთხრეს, რომ ეს არის მთლიანად ყველა ჯარისკაცის მამა
და აქ არ არის რომ რუს ოფიცერს გაარტყა სილა და როგორ გაუბედა უბრალო ჯარისკაცმა აქ როგორც მამამ შვილს უსაყვედუროს და დასაჯოს 100-იან აჩვენებდა და მას ვერაფერიც ვერ გაუგიაო და აი ამან გადაარჩინა ქართული ფილმი ძალიან ბევრი ცენზურა იყო, ძალიან ბევრი კრიტიკოსი იყო, მაგრამ შემდგომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ეპიზოდი, უამრავი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ ერთი სპექტაკლი იყო მეტეხის ჭრდილში, საოცარი სპექტაკლი, რომელიც დიდი აშლაგით მიმდინარეობდა და აქაც საოცარი ტანდემი იყო ძალიან ძლიერი მსახიობებისა. ერთ-ერთ მთავარ როლს სერგო ზაქარიაძესთან ერთად ასრულებდა იპოლიტე ხვიჩია. იქაც იპოლიტე ერქვა და ის იყო ოპონენტი სერგო ზაქარიაძის, სულ რომ იტყვიან არ უსვენებდა და სერგო ზაქარიაძე თამაშობდა მეწაღის როლს. იმდენად პროფესიონალურად ასრულებდა ამ როლს, ასრულებდა კი არა, გაითავისა იქვე თურმე თეატრში ყოფილა ერთი თანამშრომელი და თანამშრომლის მამა ყოფილა მეწაღე. დადიოდა სპეციალურად ამ მეწაღესთან სწავლობდა თურმე ტექნოლოგიურად როგორ უნდა დამუშავებულიყო ტყავი რომ იქ სათლით სავსე წყალი ედგათ და იქ უნდა ჩაელბოთეს ტყავი რომ ის დამბალი ტყავი მერე ფორმა ზუსტად ისეთი მიეღო როგორიც საჭირო იყო როგორ უნდა შემოეკერათ როგორ უნდა შემოეჭრათ დამახასიათებელი ჟესტიკულაცია მეწაღისა როდესაც აჭედებს ლურსმით ფეხსაცმელს და ორი თუ სამი ლურსმანი ესე პირში აქვს ჩადებული და ასე ცდილობს რომ შემოკეროს და შემდგომ უკვე იმასაც მიახმარებს და აი ეს ყველაფერი ისეთი ზუსტად გადმოუღია რომ უკვე ეჭვი შეგეპარებოდა რომ ეს საქმე პროფესიონალურად არ იცოდაო და ერთ-ერთი სცენის დროს გააბრაზებული წამოხტება და ამ ვედროს გაუქნევს იპოლიტეს იმდენად გააბრაზებს პერსონაჟი იპოლიტესი და დაავიწყდა თურმე რომ შიგნით წყალი იყო და კი არ დაავიწყდა უბრალოდ ყური მოსწორა ამას და რომ მოსწრა ეს თეთრი პერანგის ცნია იპოლიტეს და რომ მოსწრა და გაიქნია პირდაპირ გადაევლო თავზე იპოლიტეს და ანტარქტის დროსო გაგიჟებული დაბნეული და ლამის შეშინებული შევარდნილა მე მიშველი თომ სახეობებისთვის უთქვამს ესე დამემართა და ვინ დააჯერებს ახლა იპოლიტეს რომ მე ეს ძალით არ გავაკეთეო და ამასობაში შესულა იპოლიტეც ყველა გარინდულა და უთქვა რაღაც შენ ამ ბოლო დროსო რამსები აგერიაო კაცო რაღაცო რაშიო საქმეო და ამან თურმე ისეთი ხუმრობით უთხრა რომ გამოიწვია ძალიან დიდი სიცილი ეს სიცილი გადაზილა ხარხარში გადახოვიან ერთმანეთს შემდგომ და შემდეგ ისევ გაუგრძელებიათ თამაში აი რამე შეგვიძლია გავიხსენოთ 25 კილო დაიკლო მან როდესაც ითამაშა ბრწყინვალე როლი დღეუკანასკნელი დღე პირველი ბელა მირიანაშვილთან ერთად საოცარი ტანდემი შედგა ბელა მირიანაშვილი მას ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს და მთელი შემოქმედებითი კოლექტივი მედია ჩახავა და აბსოლუტურად ყველა ისეთი დიდი სითბო, სიყვარული, პატივისცემა იყო როგორც ერთი დიდი ოჯახი და მართლაც თავის ფოსტალიონის ჩანთას დაატარებდა და არიგებდა, ასე ვთქვათ, ყოველ კართან, ყოველ ადამიანის ცხოვრებას და არიგებდა
დაალაგებდა, პირუთვნელად ეხმარებოდა და აი ამ დახმარებით, ამ ადამიანური ურთიერთობებით იმდენად გაათბო ბელა მირიანაშვილი, ანუ მისი გმირი, რომ ის კრიტიკულად განწყობილი, რომ აი ასეთ საქმიანობას ეწევა, გაღიზიანებული და შემდგომ საპატიო მოვალეობათაც კი ჩასთვლით, რომ მარტო გაზეთების დარიგება არ იყო, ეს იყო ადამიანთა ცხოვრების თალაგება და ეს შემოქმედებითი ჯგუფი აღფრთოვანებული იყო თუ როგორ კარგად მოირგო მან ეს ბრწყინვალე როლიც და ამაში ეჭვი არც არავის ეპარებოდა. სერგო ზაქარიაძე დღემდე არის ჩაუქრობელი ვარსკვლავი, იგი ბრწყინავს და ყოველთვის იბრწყინებს. მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრას.